ცოტა დისკომფორტს მიქმნის საერთოდ მას შემდეგ რაც კაიზერ პერმანენტად დათვალა და შემდგომი ყველა დათვლა დისკომფორტს მიქმნის ამ საწოლების რაოდენობასთან, დატვირთვასთან და შემდეგ დაკავშირებით ეს ციფრები, იმიტომ რომ დამეთანხმებით ალბათ რომ დღეს არ არსებობს საქართველოში ერთიანი სტანდარტი ნებისმიერი დათვლის მაჩვენებლის. ეს არის თქვა დატვირთვის მაჩვენებელი, ეს არის ავადობის მაჩვენებელი, სიკვდილობის მაჩვენებელი და ასე შემდეგ. რაც სამწუხარო და სამწუხარო რეალობა. რის გარეშეც წარმოუდგენელია რომ ჩვენ მივუახლოვდეთ იმ ციფრებს, რომელსაც გვინდა რომ შემდგომ მეშვეობითაც დასკვნები გავაკეთოთ. მე ვფიქრობ რომ როგორი სისტემაც უნდა განვითარდეს, ეს იქნება ლიბერალური ბაზარი თუ ნახევრად რეგულირებადი, ნახევრად სახელმწიფო თუ ასე შემდეგ. აქ მნიშვნელოვანია რომ სახელმწიფომ წამყვანი როლი ითამაშოს და შემოიღოს ეს სტანდარტი, რომელიც ყოველთვის სავალდებულო იქნება გათვლის საინფორმაციო სისტემის ბაზისური მონაცემებით. ამის გარეშე წარმოუდგენელია რომ ჩვენ მიახლოებით მაინც ვილაპარაკოთ იმ ციფრებზე, რაც ვილაპარაკოთ. თუ არავინ არ იცის 7000 საწოლია საჭირო თუ 5000. რატო 7000? რატო 25 საწოლიანი სამართლებო და არა 50-იანი? რატო ის სერვისები, რომელზეც არის დღეს ლაპარაკი და არა სხვა სერვისები, ამას ვერავინ დღეს ვერ გაადასტურებს.